ეგვიპტელების მხარდასაჭერად ევროპის სხვადასხვა ქალაქში გამოსვლები გრძელდება. Დაახლოებით 450 ადამიანმა ბრიუსელში საპროტესტო მსვლელობა მოაწყო და პრეზიდენტის ჰოსნი მუბარაკის გადადგომა მოითხოვა. დემონსტრანტების განცხადებით როა არაბულ ქვეყნებში ცვლილებები განხორციელდეს. ბრიუსელში დაახლოებით 450-მდე ადამიანმა ეგვიპტელთა სოლიდარობის ნიშნად მსვლელობა მოაწყო. დემონსტრანტებმა ეგვიპტის პრეზიდენტს გადადგომისკენ მოუწოდეს. ტუნისსა და ეგვიპტეში განვითარებულ მოვლენებსა და კაიროსა და ალექსანდრიაში მასობრივ გამოსვლებს საპროტესტო ტალღა მოჰყვა იორდანიასა და იემენშიც, სადაც დემონსტრანტები მთავრობისაგან დემოკრატიული რეფორმების გატარებას ითხოვენ. ბრიუსელში შეკრებილი ადამიანების თქმით, არაბულ ქვეყნებში დემოკრატიული ცვლილებების დროა. აქციის მონაწილეებმა პოლიტპატიმრების გათავისუფლება და დამატებითი სამუშაო ადგილების შექმნა მოითხოვეს. ეს აქცია არაბული ქვეყნებისადმი სოლიდარობის გამოხატვის მიზნით ტარდება, სადაც იგივე პრობლემებია, რაც ტუნისსა და ეგვიპტეში. აქციის ერთ-ერთი მონაწილე ლამია მერხეზი ტუნისში დაიბადა, თუმცა უკვე 25 წელია ბელგიაში ცხოვრობს. მან დასავლეთის ქვეყნები ახლო აღმოსავლეთში დიქტატურის პროვოცირებაში დაადანაშაულა და მათ საგარეო პოლიტიკის მოწესრიგებისკენ მოუწოდა. ძალიან წუხვა, რომ დასავლეთი არაბ დიქტატორებს მრავალი წელია მხარს უჭერს. ბოლოს და ბოლოს ხალხი გამოფხიზლდა და ცვლილებები მოითხოვა. შეერთებულმა შტატებმა და ევროკავშირის ქვეყნებმა პრეზიდენტ ჰოსნი მუბარაკს გადადგომისკენ არაერთხელ მოუწოდეს.